საერთაშორისო კომპანია AstraZeneca, რომელიც არაერთი მნიშვნელოვანი სამედიცინო პრეპარატის შემქმნელია და ერთ-ერთი უდიდესი კომპანია მსოფლიოში, მაგალითად ევროპის ყველაზე დიდი კომპანიების ათეულში შედის, აპირებს ამერიკის მთავარ ფარმამარეგულირებელს FDA-ს წლის ბოლომდე მიმართოს ნებართვაზე, რათა მოხდეს მათი ექსპერიმენტული პრეპარატის ბაქსოდროსტატის რეგისტრაცია და შემდგომ სერიული წარმოებაც. AstraZeneca აცხადებს, რომ პრეპარატი გამორჩეული იქნება ჰიპერტონიით დაავადებულთათვის, ანუ ვისაც აწუხებს წნევა, ეს თავის მხრივ, ანუ ხშირი წნევები ზრდის ჯვარიქცერიად ინსულტის და ინფარქტის რისკებს, ხო და ჰიპერტენზიით შეწუხებულები, ანუ წნევიანები საქართველოში ხომ უამრავია 10,000 პლანეტაზე მილიარდზე მეტი ადამიანი ყოფილა ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის მონაცემებით, ხო და AstraZeneca-ს განცხადებით და თქმით, გადმოცემით, ახალი პრეპარატი ყველა ცდებით და ტესტირებით მნიშვნელოვნად არეგულირებს არტერიულ წნევას, რადგან ის პირდაპირ მოქმედებს ალდოსტერონის ჰორმონზე, რომელიც არეგულირებს წნევას ადამიანის ორგანიზმში, რითაც გამოირჩევა სხვა ბაზარზე არსებული პრეპარატებისგან. კვლევა, რომელიც გამოქვეყნდა, შეიცავს შედარებებს არსებულ პრეპარატებთან, მაშინ როცა ახალი პრეპარატის 1 მილიგრამის მიღებით შესაძლებელია წნევა იმგვარად დარეგულირდეს, როგორც ეს ხდება ბაზარზე არსებული უკვე დამკვიდრებული წნევის სხვა პრეპარატების მაგალითზე, როცა 50 მილიგრამის დოზა უნდა მიიღოთ. აი ესეთი სხვაობა. ეს ჯერ განცხადება არის და როგორც გითხარით, პრეპარატი ჯერჯერობით არ არის დარეგისტრირებული. მოკლედ, ესეთი ამბებია. პრეპარატის სახელად ბაქსდროსტატი ემზადება რეგისტრაციისთვის და კომპანია თავის მხრივ ელვის, რომ 2026 წელს უკვე ამერიკის და ევროკავშირის ბაზრებზე გასაყიდად გამოიტანს აღნიშნულ მედიკამენტს, რომელიც ჰიპერტენზიით, ანუ არტერიული წნევით შეწუხებულებს მეტჩვევებას მოუტანს და მოგრის. ნახოთ, რით დასრულდება ეს ამბავი, ანუ ახალი პრეპარატის რეგისტრაცია, რომელიც კომპანია AstraZeneca-ს დაახლოებით $5 მილიარდ როგორც დამატებით შემოსავალს მოუტანს. სხვათა შორის, ამერიკის პრეზიდენტმა AstraZeneca-ზე გამახსენდა, ამას წინათ, მე მგონი 2 დღის წინ იყო, სოციალური ქსელით მიმართა მსოფლიოს წამყვან ფარმა კომპანიებს, რომ სრულად და ბოლომდე გაასაჯაროონ ინფორმაციები COVID-19-ის პრეპარატების ეფექტურობის შესახებ. ტრამპი წერს, რომ გამჭვირვალობა ამ თემაში არის აუცილებელი, საზოგადოებამ უნდა იცოდეს სიმართლე, რომელიც მე თვითონ ნახეო, ანუ თავადაც ნახა პრეზიდენტმა, ანუ კომპანიებმა მას აჩვენეს COVID-ის საწინააღმდეგო პრეპარატებისგან მიღებული შედეგები, რაც არაჩვეულებრივი და შთამბეჭდავია. ამერიკის პრეზიდენტის თქმით, მაგრამ იმისთვის, რომ დადგინდეს სიმართლე, საჭიროა ეს მასალები იყოს საჯარო და ხელმისაწვდომი, როგორც ამერიკის დაავადებათა კონტროლის ცენტრისთვის, ასევე ამერიკის ჯანდაცვის სამინისტროსთვისაც, რომელსაც ხო ეს ბატონი რობერტ კენედი უმცროსი ხელმძღვანელობს და ზოგადად იქ დიდი ამბავია და უთანხმოება ამერიკის ჯანდაცვის სამინისტროს და CDC-ს შორის, ხო და ეთყობა ჩაერთნენ ახლა ბიგ ფარმები და ამერიკის პრეზიდენტმაც აგერ გამოაცხო სტატუსი 2 დღის წინ. მოკლედ დადეთ და გაასაჯაროვეთ ყველაფერი, რომ ვაქცინაციის პროგრამის წარმატებებზე და შესაძლო ნაკვლევანებებზე საზოგადოება ყველაფერი იცოდეს. ხო, არ ვიცი, ნამდვილად ვერ გეტყვით ამერიკის მოქმედ პრეზიდენტს შეაწუხა თუ არა წნევამ აი ამ ფოტოს ცქერისას, მაგრამ ერთი ვიცი, რომ შეერთებული შტატების ყოფილი სახელმწიფო მდივანი და მრავალი მთავრობის მენტორი და მრჩეველი ჰენრი კისინჯერი ნამდვილად საფლავში ტრიალებს არათუ რუსეთისა და ჩინეთის მეგობრობა, რომელიც ზოგადად ყველაზე დიდ საფრთხედ მიაჩნდა კისინჯერს. მაგრამ ფლათ ინდოეთის გახდა ამ მეგობრობის ნაწილი იმ ფონზე, რომ საკმაოდ დამძიმებულია ურთიერთობები შეერთებულ შტატებს და ინდოეთს შორის. აი ეს ფოტოები და ხელჩაკიდებული სიარული ჩინეთში, შანხაის თანამშრომლობის კონფერენციაზე, მოკლედ არ ვიცი, მანამდე გეტყვით, რომ ბევრი იძიეს თუ ცოტა, მედიამ გამოარკვია, სხვათა შორის რა მიზეზით გაფუჭდა ურთიერთობები ამერიკის პრეზიდენტს და ინდოეთის პრემიერ-მინისტრს შორის. იცით, რომ ინდოეთს და ამერიკას შორის ახლა საკმაოდ ჩაძაბულია ურთიერთობები თავისი თამდევი ტარიფებით. მოკლედ, დონალდ ტრამპს და ნარენდრა მოდის შორის 17 ივნისს განხორციელებული სატელეფონო ზარის დეტალები გახდა საჯარო მედიისთვის. და როგორც გაირკვა, ორი ქვეყნის ლიდერს შორის საუბარი მას შემდეგ დაიძაბა, რაც ტრამპმა ინდოეთსა და პაკისტანს შორის მშვიდობის დამყარება საკუთარ დამსახურებად გამოაცხადა. და ხო, აი ამ მიღწევისთვის ინდოელ კოლეგას ნობელის პრემიაზე
წარდგენას თხოვა. მოდიმ ამერიკის პრეზიდენტს უთხრა, რომ ინდოეთსა და პაკისტანს შორის მშვიდობა თავად ორი ქვეყნის უშუალო მოლაპარაკებით დამყარდა და ტრამპს ამაში არც წვლილი და არც დამსახურება არ მიუძღოდა. შესაბამისად, არც ნობელის მშვიდობის პრემიაზე ტრამპის წარდგენის თხოვნა იყო გამართლებული. ტრამპსა და მოდის შორის ურთიერთობა სწორედ აი ამ სატელეფონო ზარის შემდეგ დაიძაბა და ამერიკის მმართველმა ჯერ გააფრთხილა ინდოეთის ხელისუფლება, შემდეგ კი რუსული ფასდაკლებული ნავთობით ვაჭრობის მოტივით ქვეყანას ტარიფები 50%-მდე გაუზარდა. ოფიციალურმა ნიუ-დელიმ ტრამპის გადაწყვეტილება გააკრიტიკა და მას ჰიპოკრიტიც კი უწოდა. საბოლოოდ ორ ქვეყანას შორის სავაჭრო მოლაპარაკებები სრულად გაიყინა და დიპლომატიური ურთიერთობები იცით საგრძნობლად დაზიანდა და საკმაოდ გაუარესებულია და გავრცელებული ინფორმაციით 17 ივნისის შემდეგ ინდოეთის პრემიერ-მინისტრსა და ამერიკის პრეზიდენტს შორის სატელეფონო საუბარი აღარ შემდგარა. ნარენდრა მოდიმ კოლეგასთან კომუნიკაციაზე გვარი განაცხადა, ამას Wall Street Journal წერს, ეს არ არის ცხადია ჩვენი ინფორმაციები და თან ვარის გარდა ინდოეთის პრემიერ-მინისტრმა დასძინა, რომ პოზიციას იქამდე არ შეიცვლის, ვიდრე ტრამპი ნაბიჯს უკან არ გადადგავს. ხო, რაც შეეხება ჩინეთში შანხაის თანამშრომლობის ორგანიზაციის ფარგლებში გამართულ შეხვედრებს და განცხადებებს, მას მე მოკლედ ესე შევაჯამებდი. რუსეთის პრეზიდენტის განცხადებებიდან ვლადიმერ პუტინი აცხადებს, რომ უკრაინაში არ შევჭრილვარო და არც არაფერიო. ეს არის პასუხი, რაც გავაკეთეთ 2014 წლიდან მოყოლებული და მათ შორის 2022 წელსაც. ეს არის პასუხი ნატოს გაფართოებაზე და სახელმწიფო გადატრიალებაზე. ამას იანუკოვიჩის დროს რაც მოხდა. კონფლიქტი უკრაინაში დასრულდება, როცა ის მიზეზები აღმოიფხვრება, რაც მის სათავეებთან და საფუძველში არისო და ამაზე გვაქვს შეთანხმება დონალდ ტრამპთან. ჩინეთთან და ინდოეთთან ალიანსი არის მნიშვნელოვანი, რადგან ეს არის გასაღები სწორედ გლობალური მრავალპოლარული მსოფლიოსიო. კიდევ ეთყობა ფინანსებში ვერ ვარ კარგად და ვლადიმერ პუტინმა განაცხადა, რომ შეგვიძლია ერთობლივი ობლიგაციები გამოუშვათ, დარწმუნებული ვარ, ამაზე მოთხოვნა იქნება. ობლიგაციები არ უხსენებია, მაგრამ ბანკის შექმნის იდეით გამოდის ჩინეთის პირველი პირი, რომელიც კონკრეტულ თანხასაც ამბობს, რასაც ჩამოდის ამ ამბავში $280 მილიონ დავარიგებთ გრანტების სახითო და $1.5 მილიარდამდე სესხები იქნება ბანკის წევრი სახელმწიფოებისთვის. ცხადია, შანხაის ორგანიზაციის ბანკის იდეის გარდა სი ძინპინმა ახსენა ეკონომიკური გლობალიზაციის და თანაბარუფლებიანობის აუცილებლობა. ხო, რაც შეეხება სპილოს და დრაკონის, ანუ ჩინეთისა და ინდოეთის ურთიერთობებს, ჩვენ უნდა ვიყოთ პარტნიორებიო და არა კონკურენტებიო. ჩინეთის პირველი პირის იდეებში ერთი უხერხულობა გაძვრა, მაინც დოლარში ახსენა გრანტები და სესხები, ისევე როგორც ბანკის იდეა შანხაის ორგანიზაციისა, ასე რომ ამერიკას დროზე ადრე ნურს თქვენ ჩამოწერთ ანგარიშიდან და თვალთახედვიდან მაინც გონდეთ ეს ყველაფერი. ესეთი ამბავია. ხო, რაც შეეხება ინდოეთის პრემიერ-მინისტრს, მან ხელჩაკიდებულმა დიდხანს იარა, აგერ ხედავთ ეკრანზე, ვლადიმერ პუტინთან ერთად ეთყობა ეს კადრები პირდაპირ დონალდ ტრამპისთვის იყო გამიზნული. მერე მასთან ერთად 1 საათი სხვათა შორის განმარტოვდა და პუტინის ავტომობილში ისაუბრეს პირისპირ საათიდან საათნახევრამდე. ნარენდრა მოდი ამბობს, რომ მოვუწოდე დროზე ადრე დაასრულა ეს კონფლიქტიო. ასევე ზოგადად განაცხადა, რომ ტერორიზმთან ბრძოლა უნდა გავაღრმავოთ და ორმაგ სტანდარტზე ვარი უნდა ვთქვათ. მანამდე ინდოეთის ერთ-ერთმა მინისტრმა სხვათა შორის ისიც თქვა, ვიდრე შანხაის კონფერენცია გაიმართებოდა, რომ მადლობა გითხარით, რომ რუსულ სანქცირებულ ნავთობს ყიდულობთ, თორე მსოფლიო ჩამოიქცეოდა, ანუ მსოფლიო ვიხსენით ჩამოქცევისგანო. ცხადია, ასე არ ფიქრობს დონალდ ტრამპი, რომელიც ინდოეთის წინააღმდეგ ევროპის ქვეყნებს სანქციების დაწესებისკენ მოუწოდებს. თუმცა ნუ ხა მაინდა-მაინც ნუ ჩავთვლით, რომ რუსეთის პრეზიდენტი 4 დღის თავზე გამარჯვებული დაბრუნდება მოსკოვში, არამს და არამს. რასაც გადავხედე პრესას, ვლადიმერ პუტინმა ჩინეთისგან მაინც ვარი მიიღო მთავარ საკითხზე. ყოველ შემთხვევაში ამ დრომდე ესეა, დაველოდოთ, დღენახევარია კიდევ.
ჩინეთში სხვადასხვა ღონისძიებებისთვის, რომელიც გამარჯვების დღეს უკავშირდება. უარი კი მან მიიღო იმ საკითხებზე, რაც უკავშირდება ფინანსებს და ფულს. კი ბატონო, 22-ზე მეტი დოკუმენტი გაფორმდა შანხაის თანამშრომლობის კონფერენციაზე წანძინში ენერგეტიკიდან დაწყებული სხვა მიმართულებებით დასრულებული, მაგრამ არც ერთი ხელშეკრულება არ ითვალისწინებს, როგორ გითხრათ, რაიმე ტიპის გარღვევას ფინანსურ ურთიერთობებში და საბანკო სფეროში. რუსეთისთვის კვლავ ჩაკეტილი იქნება ჩინეთის მკაცრი პოზიციის გამო სისტემა UniPay, და UniPay-ის მუშაობა, რომელიც ჩარჩა სხვა შორის ბანკებისთვის ერთგვარი მარშველი რგოლი იყო ჩინეთში, მაგრამ სანქციებმა მოუსწრო და ჩინეთშიც კი გაჩერდა და ბანკები აღარ ეკარებიან ამას ყველაფერს. სხვა შორის ვერ მოხდა ასევე შეთანხმება ერთ ცნობილი რუსული ბარათების მირის მიღება ამუშავებაზე, რომელიც 2024 წლის თებერვლიდან საკმაოდ მკაცრი სანქციების ქვეშ არის. ხო, რა რჩება ახლა? ერთადერთი სქემა ეს არის QR კოდის სისტემების აწყობა, რომელიც სხვადასხვა ჩინეთში ისედაც გადახდის ერთ-ერთი უმთავრესი საშუალებაა. ასე რომ საქართველოში მომრავლებული კლეპტო პროფესორებს ამ მიმართულებით და ან რომ ატლეკინებულები არიან ეკონომიკის თემებზე, სჯობს ამაზე გააკეთონ აქცენტები მართლ პარტიაში და ხო, ასევე ამ პარტიის, ანუ მართველი პარტიის ჩინურ ვერსიებში, რომელზეც ასევე უახლოეს მომავალში ძალიან ბევრს ვისაუბრებ, როცა საბოლოოდ ამოიქოქება საზოგადოება სასწავლო სეზონის წინ. თუმცა, რაიმეს გამორიცხვა, როგორც გითხარით, აქაც არ შეიძლება რუსი ბანკირები, კონკრეტულად კი VTB-ის უცვლელი თავმჯდომარე, VTB-ის გულისხმობ, საერთაშორისო VTB-ის და კონკრეტულად რუსეთის VTB-ის და მის ხელმძღვანელს კოსტინს ის აცხადებს, რომ ჩინეთთან ამ თემაზე, ანუ ანგარიშწორების სისტემების დახვეწაზე მუშაობა გრძელდებაო და ნახოთ რა შედეგებს დავდებთო. ჩინეთში იმყოფებოდა ჩვენი მეზობელი ქვეყნის ლიდერიც რეჯეპ ტაიპ ერდოღანმა თითქმის ყველა ლიდერთან მოასწრო შეხვედრა, თუმცა ისეთი ყურადღების ცენტრში არ დავერიყო, ახლა ამდენი დრაკონის სპილოს და დათვების ფონზე, სხვა შორის ამ დათვზე გამახსენდა ახლა ეკრანზეც გამოჩნდა წეღან პრეზიდენტ პუტინთან პირისპირ საუბრის შემდეგ თურქეთის პრეზიდენტმა განაცხადა, რომ უკრაინის და რუსეთის ლიდერების შეხვედრას ახლა აზრი არ აქვსო, არ შედგებაო, არ არიან მზად ამ შეხვედრისთვისო, რადგან სრულიად სხვა მოცემულობასთან გვაქვს საქმე. გასაგებია ახლა ეს ამოცემულობაც არის. პუტინი ითხოვს უკრაინის პრეზიდენტის თავს და უკრაინის მიწას, რაც სხვა შორის ღიად განუცხადა ალასკაზე ყოფნისას და შეხვედრისას დონალდ ტრამპს. და ხო, ამ ყველაფრის საპირწონედ საქმიანმა საზოგადოებამ მინდა იცოდეს, რომ ხვალ შუაგულ ევროპაში 4 სექტემბერს იკრიბებიან ევროპელი ლიდერები. უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი 4 სექტემბერს ჩავა პარიზში და ევროპელ ლიდერებს შეხვდება. საფრანგეთის დედაქალაქში ჩანიშნული შეხვედრის მიზანი უკრაინისთვის უსაფრთხოების გარანტიების მიცემის საკითხის განხილვა იქნება. ამჯერად საერთაშორისო მნიშვნელობის კონფერენციას პრეზიდენტი ემანუელ მაკრონი უმასპინძლებს. და მხარეებს შორის განხილვის კიდევ ერთი საკითხი, ხო, რუსეთის მხრიდან მოლაპარაკებების პროცესის უგულებელყოფა იქნება. მხარეები განიხილავენ თუ რა ნაბიჯების გადადგმით შეიძლება პუტინის მოლაპარაკების მაგიდასთან მიყვანა. ფაქტობრივად ეს შეიძლება ჩაითვალოს ალასკასა და ვაშინგტონის ისტორიული სამიტების გაგრძელება, რომელზედაც მსურველთა კოალიციის ლიდერი ქვეყნების, დიდი ბრიტანეთის, საფრანგეთის და გერმანიის ლიდერები, ასევე ევროკავშირისა და ნატოს ხელმძღვანელები აგვისტოს თვეში გამართული შეხვედრების შედეგებს შეაჯამებენ და ასევე სამომავლო სტრატეგიასაც განსაზღვრავენ. აღსანიშნავია, რომ ღონისძიებას ამერიკის პრეზიდენტი და სტატუსით მთავარი მომლაპარაკებელი ამ დროისთვის არც ფიზიკურად და არც ვირტუალურად არ დაესწრება. ჩემი მოსაზრება არის, რომ ტრამპი დისტანცირებს ამ თემისგან, დისტანცირებს ბოლომდე და სავარაუდოდ პილოტის მსგავსად ხელებსაც დაიბანს და გაიწევა ამ კონფლიქტის შემხედვარე და მხარეებს მისცემს საშუალებას, რომ ბოლომდე გაერკვნენ ერთმანეთში. თუმცა ამ ფონზე ალბათ გააგრძელებს იარაღის მიწოდებას ევროპისთვის და ნატოს ქვეყნებისთვის, რათა შემოსავლებზე შესაბამისი უარი არ თქვას. ყოველთვის მიზანში. BMG, უმსხვილესი ბიზნეს მედია საქართველოში და რეგიონში. სოფლიოზე და მის ლიდერებზე იმდენი ვისაუბრეთ, რომ გადავწყვიტე
წარმოგიდგინოთ ამ წლის 8 თვეში დოლართან ყველაზე გამყარებული და გაუფასურებული ვალუტების რეიტინგი. ამას პერიოდულად ვაკეთებთ BMG-ში და ვაკვირდებით ამითი მსოფლიო საფინანსო სისტემასაც და ეკონომიკების მიმდინარეობასაც. 2025 წლის განმავლობაში მსოფლიო სავალუტო ბაზარზე შეერთებული შტატების დოლართან მიმართებით ყველაზე მეტად კვლავ რუსული რუბლია გამყარებული 40.9%-ით. თუკი 1 რუბლი თუ კი 1 დოლარი 113 რუბლი ღირდა 1 იანვარს, ამჟამად ის 1.80, ანუ 1 დოლარი 80 რუბლი ღირს. ამასთან წლის დასაწყისამდე არსებული მოლოდინის საპირისპიროდ, რაც დოლარის გამყარებას პროგნოზირებდა, შეერთებული შტატების დოლარი პირიქით წლის განმავლობაში გაუფასურდა. ეს ჩვენს ლარზეც არის ასახული, რაც დონალდ ტრამპის მიერ გამოცხადებულ სატარიფო ომს უკავშირდება. შედეგად ევრო დოლართან მიმართებით 12.75%-ით გამყარდა, ანუ ევრო ასევე გამყარებულია დოლართან მიმართებით. ევროსთან ერთად გამყარდა ყველა ის ვალუტაც, რომელიც ევროს გასვლით კურსი არის ეგირებული, როგორც ამალ ბულგარული ლევი, აფრიკაში CFA და CFP ფრანკი, დოლართან მიმართებით 8%-ით გამყარდა ბრიტანული გირვანკა სტერლინგი, თითქმის 7%-ით გამყარდა იაპონური იენი, 2.29%-ით კი ჩინური იუანი. ქართულ ლარს რაც შეეხება დოლართან მიმართებით მიმდინარე წლის 1 იანვრის კურსთან შედარებით, ქართული ლარი არის 4.5%-ით თითქმის გამყარებული, ხოლო რაც შეეხება ყველაზე გაუფასურებულ ვალუტებს, 1 იანვართან შედარებით 65%-ით გაუფასურდა ვენესუელის ბოლივარი, 25%-ით არგენტინის პესო, 14%-ით და თურქული ლირა ცხადია, თურქული ლირა 14% არის აქა, ვენესუელა 65%-ია და 25% არის არგენტინის პესო. მიუხედავად იმისა, რომ არგენტინა სერიოზულად პროგრესს აჩვენებს და გამოდის რეცესიული მდგომარეობიდან. სხვა შორის ამოსატანია რა შუაშია და არც სირიული ფუნტი და არც კატარის რეალი, არც გაუფასურებულა და არც გამყარებულა დოლართან მიმართებით ამ 8 თვეში. რახან ვახსენეთ სირიას და კატარიც, აი ამ ორივე ქვეყნებისკენ ესეთ სიახლებია. სირიამ პირველად ბოლო 14 წლის განმავლობაში მოახდინა ნავთობის ექსპორტირება თავისი ქვეყნიდან. ეს ძალიან დიდი ამბავია იმ ფონზე, რომ ბოლოს გონი სამოქალაქო ომის დაწყებამდე იყო, როცა 380,000 ტონა, უკაცრავად 380,000 ტონა ბარელს ექსპორტირებდა ეს ქვეყანა ყოველდღიურად. ეს იყო 14 წლის წინ და ის შეჩერდა სამოქალაქო ომის დაწყებისთანავე და მხოლოდ გუშინ პირველად დაიშვა პრეცედენტი, როცა ტრეიდინგული კომპანიით დაიტვირთა და ტარტუს აეროპორტიდან გავიდა პირველი 600,000 ბარელით დატვირთული ნედლი ნავთობის გემი. ეს უკვე ნიშნავს მსოფლიო ბაზარზე შესვლას და ნახოთ ეს რა გავლენას მოახდენს ნავთობის საერთაშორისო ბაზარზე. რაც შეეხება კატარს, აქ ცოტა მეტი გვაქვს მოსაყოლე ვიდრე სირიაზე. დავიწყოთ იმით, რომ ეგვიპტის პრემიერ-მინისტრმა მუსაფა მადბულიმ და კატარის პრემიერ-მინისტრმა შეიხ მოჰამედ ბინ აბდულრაჰმან ალ-ტანიმ ისეთ სახელები ვთქვი, რომ 7.5 მილიარდ დოლარზე ნაკლებ თანამშრომლობის პაკეტს ხელს როგორ მოაწერდნენ. ზუსტად ეს თანხაა, რაც გაფორმდა ამ ორ ქვეყანას შორის ინვესტიციების კუთხით. კატარი აპირებს ზუსტად ეს თანხა ჩადოს ეგვიპტეში, ეს ისეთ მსხვილ ინვესტიციას მოიცავს, რომელიც ეგვიპტეს სხვათა შორის დაეხმარება მძიმე საგარეო ვალისა და საბიუჯეტო დეფიციტის ამოვსებაში, რომელიც პრობლემად უდგას ეგვიპტეს. ჯერჯერობით არ საჯაროვდება კონკრეტულად რა პროექტებში ჩაიდება თანხები, თუმცა სავარაუდოდ დეტალები მომავალ კვირაში უკვე გახდება ცნობილი. ისიც აღსანიშნავია, რომ კატარი არ არის სპარსეთის ყურის ერთადერთი ქვეყანა, რომელმაც ეგვიპტეში მსხვილმასშტაბიანი ინვესტიცია ჩადო, ამ მხრივ შეგვიძლია იგივე გავახსენოთ არაბთა გაერთიანებულ საამიროებთან ცოტა ხნის წინ გაფორმებული შეთანხმება, რომლის ფარგლებშიც ქვეყნის მიერ ეგვიპტის განვითარებაში ჩადებულ ინვესტიციის მოცულობა 35 მილიარდს აჭარბებს.